თავი 38. თუ ადამიანი დიდხანს და მაგრად დახუჭავს თვალებს, თითოეული ეგოისტური არჩევანი გაახსენდება. მაგრამ ბრიტმარი მსგავს ვერაფერს იხსენებს. თუ ლურჯკარიანი თეთრი მანქანით ბნელ მაგისტრალზე გაისერნებს, ფანჯარას ჩამოსწევს და ქარს შუბლს შეუშვერს, თითოეული მამაკაცი მოაგონდება, ვინც კი ოდესმე ყვარებია. ალფი, კენტი, სვენი. ერთმა უღალატა და მიატოვა, მეორემ უღალატა და თვითონ მიატოვეს. მესამე ბევრი დადებითი თვისებით არის შემკული, მაგრამ ბრიტმარი სულ სხვანაირ კაცზე ოცნებობდა. ნელა იხსნის სახვევს ხელიდან, ბეჭდის ნაკვალევს დახურებს, სიყვარულსა და პატიებაზე ფიქრობს და თავის გულისცემას ითვლის. თუ თვალებს დახუჭავს, თავისი თითოეული არჩევანი გაახსენდება. ყოველი მათგანი სხვის სასარგებლოდ გააკეთა. ბორგში ნელა თენდება. თითქოს დროს აძლევს, რომ დაფიქრდეს, გადაწყვეტილება მიიღოს და მერე კლდიდან გადახტეს. ბრიტმარი კარზე აკაკუნებს. კარი იღება. ყველაფრის თქმა უნდა, რასაც გულით ატარებს. მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა. სურს ახსნას, რატომ არის ახლა აქ და არა სხვაგან. მაგრამ არ აცლიან. იმედგაცრუებული ხვდება, რომ ელოდებოდნენ და წინასწარ იცოდნენ, რას გააკეთებდა. ბრიტმარის მკლავში ხელსავლებენ და გზისკენ მიჰყავთ. ასფალტზე ბენზინით სავსე კანისტრები აწყვია. მანძილი ზუსტად გამოთვალეთ და გუნდში ფული ავაგროვეთ, ამბობს ბიჭი. დიახ, ვინც თვლა იცოდა, იმან გამოითვალა მანძილი. ერთვება გოგო. მეც ვიცი თვლა, ყვირის გაბრაზებული ბიჭი. ჰო, ალბათ სამამდე დაითვლი, მეც ისედაც ვერ აკენწლავ, იცინის გოგო. კანისტრებს საძაგელი სუნი ასდით. ბავშვები ორივე ხელზე ებღაუჭებიან ბრიტმარის. წავედით, გამოთვლილი გვაქვს, ბენზინი ორ გზაზე გვეყოფა, ჩურჩულებს ომარი. პარიზში ჩავალთ და ჩამოვალთ, ამატებს ვეგა. ბავშვები მწვრთნელს მანქანისკენ მიათრევენ. ზე ამოდის, ჰორიზონტზე ჩერდება და მოთმინებით ელოდება ბრიტმარის საბოლოო გადაწყვეტილებას. როცა სხივები სახურავებს ეფინება, ლურჯკარიანი თეთრი მანქანა ბორგიდან გადის. თუნდაც გაჩერდებიან, თუნდაც კარს გააფუჭებენ, თუნდაც უსასრულოდ ივლიან. იცის ღმერთმა, საწვავი საკმარისზე მეტი აქვთ. მილიონობით პატარა დასახლებას შორის ერთ-ერთში იანვარი დგას. რამდენიმე თვეში 600 მილის მოშორებით ლივერპული კინაღამ ინგლისის პრემიერ ლიგას იგებს. ერთ-ერთ ბოლო მატჩში კრისტალ პალასს 3-0 უგებენ. მაგრამ 8 სიურრეალისტური წუთის განმავლობაში 3 გოლს უშვებენ და ჩემპიონობის შანსს კარგავენ. ლივერპულში არავინ იცის ბორგის არსებობა, მაგრამ ვინც იმ დღეს ბორგში ჩამოწეული ფანჯრებით გაივლის, ლივერპულის დამარცხებას აუცილებლად გაიგებს. მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელს აგდებს და ყველაფერს თავიდან იწყებს. ტოტენჰემში ირწმუნებიან, შემდეგი სეზონი უკეთესი იქნებაო. ის კი არა, ვიღაცები ასტონ ვილასაც კი გულშემატკივრობენ. მალე ბორგში გაზაფხული მოვა. ერთი ახალგაზრდა შვიდად იძინებს დედამისის გვერდით შარფებით სავსე სასაფლაოზე. ორი ბავშვი უნიათო მსაჯობითა და უხეში ვარდნებით აღშფოთდება. დაგორებულ ბურთს ფეხი მოხვდება, რადგან აქაურებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ლივერპული ყველაფერს წააგებს. მაგრამ მალე ახალი სეზონი დაიწყება, ახალი იმედებით. ფეხბურთი დიდებული თამაშია, რადგან სიცოცხლის გაგრძელებას გვაიძულებს. ბორგი უცვლელი რჩება. აქ გზის ერთი ბოლო სახლში მიდის, ხოლო მეორე პარიზში. თუ ბორგში მანქანით ჩაივლით, თავიდან იფიქრებთ, რომ ყველაფერი დაკეტილია. მაგრამ თუ სიჩქარეს მოუკლებთ, ძალიან ბევრ ამის დაინახავთ.
ადამიანებს, ვირთხებს, სათბურებს, ხის ღობეებს, თეთრ მაისურებს, ანთებულ სანთლებს, ახალდაგებულ გაზონს და მხიარულ ამბებსაც მოისმენთ. მე ყვავილეს გაიცნობთ, რომელიც მხოლოდ წითელ ყვავილებს ყიდის. ესტუმრებით სუპერმარკეტს, მანქანის სახელოსნოს, პოსტასა და პიცერიას, სადაც ყველა მატჩს აჩვენებენ ტელევიზორში და პროდუქციას ნისიად იძლევიან. გასართობი ცენტრი აღარ არსებობს. სამაგეროდ ბავშვებს შეხვდებით, რომლებიც ახალ მწვრთნელსა და მის ძაღლთან ერთად აევნიან სახლში, კვერცხითა და ლორით საუზმობენ, ხოლო სასტუმრო ოთახში ახალი ფოტოები უკიდიათ. ბორგში სახლს თითქმის აღარავინ ყიდის. კეპიანი წვეროსნები ძველი სატვირთო მანქანების ფარების შუქზე ფეხბურთს თამაშობენ. აქ ახალი საფეხბურთო მოედანი და ახალი საფეხბურთო კლუბია. და რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველა გაიგებს, რომ აქ იყო ბრიტმარი.